მცენარე ნაყოფს რომ ისხამს. ეს არის ბოტანიკური. სანთელი შუქზე რომ სადირობ, ეს არის რომანტიკული. ქალი რომ კაბას გაიხდის, ეს არის ეროტიკული. ქვეყანა ტრახში რომ იდის, ეს არის პოლიტიკური. ეს ქალი ჩემი საყვარელი ქალია, სხვათაშორის წინა გადაცემიდან მინდა რომ ყოველი გადაცემა მიუძღვნათ ამ ქალს, იმიტომ რომ ძალიან კარგი ესეთი ფრაზა დაამკვიდრა. ვაგრძელეთ ბატონო. ამა ცოტა ემოცია ჭირდება ბატონო. რუსთავი ორზე რომ იყავს. აქცენტების გადაცემა. მაგან ხელი მომკიდა და ასვანზე დამარცხება. ეს ქალი ძალიან მიყვარს, ვიცა გითხრათ. ვერ გამოყოფილი გაიცნობ. კაია. დიახ. ქვეყნისთვის ეს ცოტა აღელვებული უნდა ხო, აბა. ქვეყნისთვის არაფერს აკეთებთ. გინდათ ხალხის ფულით გაერთოთ. ამათ პირდაპირ დედა უნდა აღინო, ესენი ვინ არიან აი, რითმა კაია. ახლა რა გჭირთ? ადრე რა კარგი იყო. იყავით როგორც დაძმა. ორი კახმა ბოსიქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანცვა. რა ხელა რითმა იყო საწახვედი. კი ბატონო, ართულებთ ესე იგი. ნელა ვართულებთ, დიახ. ბახტაძე ისე ნელა საუბრობს. მოსმენით გიწევს დაღლა ყურისა. გეგონება რომ ექსპონატია. კულტურულ საგანმანათლებლო მუზეუმისა. მიხვდით ბატონო. აქ ესეთი გავაგრძელო. ესეთი ამოცანაა ბატონო. ამოცანები მიყვარს ძალიან. ეხა მინდა რომ მიმართო, რომ არ ნერვიულო, ძალიან მარტივია, უბრალოდ ცოტა უნდა დაფიქრდე. ხელში 4 ვაშლი გქონდა. 3 ბიჭებს დაგვირიგე. 1 დაგჭა. რამდენი გაქვს? ვერაფერი ვერ გავიგე. არა და ყველანაირად ვეცადე. კი ბატონო, შემდეგ. მარტივი ახსნა იყო რაღაცა. სათავეში ვინ ყავსერსა? დღე და ღამე რომ ჭრის ხესა. სულ რომ აშიმშილებსერსა? ნაციონალების პრობლემაა ესა. მართალია ეს ახალი. მართალი ხარ. იჭერა არ გააკეთე. ბაგძელებ. თივაში გველი დავინახე. იყო გრძელი და მრუდე. ახლოს მივედი თურმე ყოფილა. ნაციონალების ბუდე. ჩაბუდებულები იყვნენ თურმე. აი რა დღეში შევარდა ეს ქალი. აი რა სიფი